გაზის ეს ბალონი, რომელიც დახურულ სივრცეში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მანუკიანების ოჯახში საპატიო ადგილას დევს. რატომ და წეული გაჭირვების გამო. ეს 9 წლის დავითია. სიცოცხლით სავსე ბიჭი, სამშობლოს და ღვთის სიყვარულით გულანთებული. შეხედეთ, ბავშვს ხელში ისეთი ძველი ბოტასი უჭირავს, ისეთი ძველი, ღმერთო, არა დაუკვიაცივდა, თოვლიც მოდის, მალე ყინვებიც იქნება. ამ ანგელოს ბავშვს კი ზამთრის ტანსაცმელი და თბილი ფეხსაცმელი არ აქვს. ბიჭუნა მორიდებით უთხრა ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს, რომ ისი ოცნება ტყავის ბათინკი და დათბილული ქურთუკია. დღის ბოლოს შრომისგან დაღლილი და მშიერი ბავშვი კომპოსტოს მოთუშავს, არა და ბიჭს ხორციანი წვნიანი სურს. დავითს ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ ვერ ვარჯიშობს მოედანზე და ვერც თამაშობს, რადგან არც ბურთი აქვს და არც ბოტასები. Im era sagten, որ ես ունենամ հեծանիվ գնդակ եւ հեռախոս։ Գնդակ ես որ ունենամ կբարձրանամ ֆուտբոլ դաշ եւ իմ ընկերների հետ կխաղամ։ Իմ սիրած ֆուտբոլիստն է Ռոնալդոն եւ ես ուզում եմ ունենալ նրա ֆորմայից։ Արդեն ծրտերն ընկել են եւ ես ուզում եմ ունենալ տակ հագուստ եւ տակ բատինկաներ։ კეთილ ადამიანებო, მოდით დღეიდანვე შევუდგეთ პატარა ბიჭუნას დიდი ოცნებების ასრულებას და ვინ იცის, წლების შემდეგ იქნებ ახალი რონალდო მოევლინოს მსოფლიოს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.